ეხლა ამ ვიდეოს ვიღებ და რომ იცოდეთ როგორი მშიერი ვარ. ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვიდეოს გადაღების დროს უკვე სადილის დრო მაქვს. ძალიან მშია, მგელივით ვარ და საჭმელი მზად არ არის. მარტივად რომ მაგიღწეროთ, მე შინია ვინმეს თავი არ მოვაგლიჯო. მშიერი ვარ, უბედური ვარ. ნაჭამი ვარ, მაინც უბედური ვარ. ჭამს სიკვდილამდე, ან შიმშილობს სიკვდილამდე. ამ ასაკში დაუდგინე ჩემს თავს, რომ ჩვეულებრივი კვებითი აშლილობა მაქვს. აბა ესე გარმონივით ხან სუქდებოდა და ხან ხვდებოდა, ხომ არ შეიძლება არა. ისე მესმის ყველა წამალ დამოკიდებულის. აი ეგეთი საჭმელ დამოკიდებული ვარ მე. ვიცი მარტო არ ვარ და ბევრი ხართ შემნაირად და მინდა გაგახაროთ, თქვენც კვებითი აშლილობა გაქვთ და ჩემი არ იყოს სამკურნალოები ხართ. ეს ახალი რანცხა, რასაც ეხლა ვხეხავ და ვაწყობ, ძალიან გემრიელი გამოვიდა. ვითომ ნაკლებ კალორიულია თქო და იმიტომ ვაკეთებ, მაგრამ აი მთლიან ლანგარს რომ შეჭამ, მე რა უნდა გელაპარაკო. მშურს იმ ხალხის, ვისაც ადეკვატურად კვება შეუძლია, ვისაც აქვს ზომიერების შეგრძნება. ეს ერთგვარ კულტურულობაზეც მიუთითებს. რასაც ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ეს არის მთელი ცხოვრების პრობლემა, რაზეც იუმორში ვყვები, მაგრამ უკვე აღარ მეცინება. დედა რა კაია? გადასვარავი. აი როცა მშია და ვჭამ, მაშინ ვარ უბედნიერესი. მაგრამ აი აქ რო ჩავალ და არაფერი ვეღარ დარჩება. მე რა ხდები უბედური. დროული გაჩერება არ ვიცი. ჩემი შეჩერება შეუძლებელია. ნუ ეს ყამი შეთქმებს გამოსცემს, რომ ვერაფერს ვერ გადაიღებ რა. ვიღაცას Red Bull-ი აფრთიანებს და მე საჭმელი.